ბიჭობა, შობა ახალი წელი ის დღესასწაულებია, რომელსაც მთელ მსოფლიოში დიდი სიხარულით აღნიშნავენ. თუმცა ყველა ქვეყანას თავისებური წესები და ტრადიციები აქვს. დღეს ყურადღებას მსოფლიოს კულინარიულ ტრადიციებზე გავამახვილებ. ყველამ ვიცით, რომ ქართული საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია საცივის, გოზინაყისა და ჩურჩხელების გარეშე. გაინტერესებთ, რა კერძები ამშვენებს სხვადასხვა ქვეყნის საშობაო საახალწლო სუფრას? მაშინ მომყევით. გერმანული შობის ღამე ერთდროულად ძალიან საზეიმო და მადის აღმძვრელია. დიდი ხნის განმავლობაში ღორის ხურთის საშობაო სუფრის მთავარი კერძი იყო, მაგრამ თანამედროვე გერმანიაში მას ნელ-ნელა ფარშირებული შემწვარი ინდაური ანაცვლებს. პოპულარულია პატარა ფხვიერი ურცხობილები, რომელთაც ნაძვის ხის, ვარსკვლავის, თოვლის ბაბუას ფორმა აქვს და ვანილის, დარეჩინისა და ილის სურნელი ასდის. თუმცა მთავარი საშობაო ნამცხვარი მაინც შტოლენია. ბელგიასა და ლუქსემბურგში შობა წარმოუდგენელია დარეჩინიანი თაფლოკვერების გარეშე, რომელთაც სხვადასხვა პერსონაჟის ფორმა აქვთ. სუფრაზე აუცილებლად დევს შემწვარი ბატიან ინდაური. ბულგარეთში სუფრაზე უნდა ედოს 7, 9 ან 12 სახის კერძი. კვირის 7 დღის, ორსულობის 9 თვისა და წელიწადის 12 თვის აღსანიშნავად. აცხობენ პურს, ბოგო და პიტას, რომელშიც აყოლებენ პატარა მონეტას. ბულგარელების რწმენით ამ მონეტის მპოვნელს მთელი წელი ბედნიერება არ მოაკლდება. ყველა დანიელის სახლში აუცილებლად ხვდება პატარ-პატარა საახალწლო ორცხობილები და ნამცხრები, ხოლო სუფრას შემწვარ ინდაურთან ერთად ყოველთვის ამშვენებს თევზეული, განსაკუთრებით კი ქაშაყი. ესპანეთის კულინარიული ტრადიციები პროვინციების მიხედვით განსხვავდება, თუმცა საშობაო საახალწლო მენიუ ძირითადად ერთნაირია. შემწვარი ცხვრის ბარკალი, ზღვის პროდუქტი და ინდაური. პორტუგალიაში მთავარი საახალწლო კერძია ვირთევზე კარტოფილით. პორტუგალიაში მთავარი საახალწლო კერძია ვირთევზე კარტოფილით, ზეითუნის ზეთით და შემწვარი ციკანი. ფრანგული საშობაო სუფრა ნამდვილად პომპეზურია. ეს ის დღეა, როცა ყველა ფრანგი თავს უფლებას აძლევს დელიკატესები დააგემოვნოს. ფუაგრა, ხამანწკები, შებოლილი ორაგულის ფილე, თითქმის ყველა სუფრას ამშვენებს. ინდაური წაბლი ტრადიციული საშობაო კერძია საფრანგეთში, ხოლო საშობაო რულეტი უცვლელი ტკბილეული. იტალიური შობა წარმოუდგენელია ტრადიციული პენეტონეს გარეშე. მისი მრავალი სახეობა არსებობს: კრემიანი, შოკოლადიანი, ჩირეულით და ასე შემდეგ. ეს ნამცხვარი შუა საუკუნეებიდან მოყოლებული მზადდება იტალიაში. ჰოლანდიაში საახალწლოდ ინდაურს, ბათს ან კურდღელს ამზადებენ. ტკბილეულიდან კი დარეჩინიანი ნამცხრებია პოპულარული. ტრადიციული პოლონური მენიუ გულისხმობს სოკოს სუპს, ხორცეულს, სხვადასხვა გულსართიან ღვეზელს, აყარჩოს თესლისგან დამზადებულ ნამცხრებს და 12 სხვადასხვა ხილის კომპოტს 12 მოციქულის პატივსაცემად. ბრიტანული საშობაო სადილის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია შემწვარი ხორცი, ინდაური ან ბატი. საშობაო პუდინგი კი ტიპიური ინგლისური დესერტია. შვედური საშობაო სადილი ტრადიციული ცივი კერძებით იწყება. აქ შედის დამარინადებული ქაშაყი, პაშტეტი, სხვადასხვა სახის ძეხვეული და ასე შემდეგ. დესერტად მიირთმევენ რძეში მოხარშულ სანელებლებლებიან ბრინჯს. დესერტად მიირთმევენ რძეში მოხარშულ სანელებლებ. ვერ ვიძახი ამ სიტყვაზე. დესერტად მიირთმევენ რძეში მოხარშულ გაურტყი დესერტში ამათ კიდე რა გავგიშთი. დესერტად მიირთმევენ რძეში მოხარშულ სანელებლებიან ბრინჯს. საინტერესოა უკრაინული საშობაო სუფრა, სადაც ძირითადად მარცვლეულისგან დამზადებული კერძები, ხილი, ბოსტნეული და თევზეულია წარმოდგენილი. მაგიდაზე აუცილებლად უნდა იდოს ხორბლის თავთავი და სამი ერთმანეთზე დაწყობილი სხვადასხვა ზომის საშობაო პური, რომელიც წმინდა სამებას განასახიერებს. ჩინეთში ახალი წელი გაზაფხულზე დგება, ხოლო საახალწლო წესჩვეულებების განსხვავებულია რეგიონების მიხედვით, რა თქმა უნდა, მაგრამ არის რამდენიმე კერძი, რომელსაც ჩინელები მთელ ქვეყანაში ერთნაირად აფასებენ და ამზადებენ. ასეთია მაგალითად ჩინური რავიოლები, ჯიაოზი, რომელსაც ორთქლზე ამზადებენ და ახალ წელს მიირთმევენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრადიციული საშობაო საახალწლო მენიუ არ არსებობს, რადგან ინდაური მადლიერების დღის სიმბოლოა. საახალწლოდ შემწვარი ხორცი მთავარი კერძია. თეთრ სახლში აუცილებლად მიირთმევენ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტის ნამცხვარს, რომლის რეცეპტიც აბრაამ ლინკოლნის დროინდელია. სამაგიეროდ მთელს ამერიკაში მიირთმევენ ლიქიორ ეგნოგს, ეს არის სქელი სურნელოვანი სასმელი, რომით, კვერცხის, სანელებლებითა და რძით. ასეთი გახლავთ საახალწლო სუფრის მენიუ. შეგიძლიათ თავადაც ჩართოთ ფანტაზია და გამოიგონოთ რაიმე თქვენებური საახალწლო კერძი. მე კი გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ოცნებების აღდგენას.